მოგესალმებით, მე მარიამ ჩხიკვაძე ვარ, ეს კი ჩოხატაურის სათემო რადიო მისი ხმა. დღეს ჩვენი გადაცემის თემაა ლიდერთა სკოლა და ჩვენი სტუმრები არიან ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ახალგაზრდული პროგრამების მენეჯერი ნონა სადრაძე და ლიდერთა სკოლის მოსწავლე გიორგი ბერძენიშვილი. ნონა, გიორგი, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა, რომ დაგვიწმეთ დრო. დიდი მადლობა თქვენ გამარჯობათ, მივესალმებით თქვენს მსმენელს. ძალიან დიდი მადლობა, რომ დაინტერესდით და ჩვენი ლიდერთა სკოლის შესახებ გვექნება შესაძლებლობა ვისაუბროთ მსმენელს. მოგესალმებით და მადლობა ინტერესის გამოხატვისთვის. მადლობა თქვენ მობრძანებისთვის და მოდით პირველ რიგში, ნონა, თქვენთან მექნება შეკითხვა, როდის და როგორ დაარსდა ლიდერთა სკოლა, ამაზე რომ ვისაუბროთ და რა არის მისი ძირითადი მიზნები და პრინციპები. ლიდერთა სკოლა არის არაფორმალური განათლების ცენტრი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ბაზაზე შეიქმნა 1997 წელს. სკოლის ისტორია იწყება გასული საუკუნის 90-იან წლებში და ალბათ ძნელი წარმოსადგენი არ არის თუ რართული ეტაპების გავლა მოგვიხდა იმისთვის, რომ უნარჩვევები, რომლებსაც ახალგაზრდები შეიძენენ ახლაც და სამომავლოდაც დიდწილად არის ქვეყნის ბედი დამოკიდებული, ხო? ბევრი კრიზისული მომენტი წარმოიქმნებოდა მაშინაც იმ ეტაპზე, თქვათ, მშობლებთან, საჯარო სკოლების ადმინისტრაციებთან, მაგრამ ახალგაზრდების ინტერესმა, ჩვენმა ალბათ ენთუზიაზმმა და შემართებამ გარკვეულწილად შეარბილა და ხშირ შემთხვევაში შეცვალა კიდეც არსებული ნეგატიური დამოკიდებულებები. ლიდერთა სკოლა არის ადგილი, სადაც მოზარდები სწავლობენ როგორ დაინახონ მათ ირგვლივ არსებული გამოწვევები, როგორ ისაუბრონ მერე ამ გამოწვევებზე და როგორ მიიღონ მონაწილეობა ამ გამოწვევების დაძლევის პროცესში, ხო? სამოქალაქო განათლება, ყველამ ვიცით, რომ არის პროცესი, რომელმაც უნდა მოახდინოს ზემოქმედება ნამდვილად ადამიანების დამოკიდებულებებზე, ვალდებულებებზე, ხო? ის მხოლოდ მოზარდების ცნობიერების ამაღლებით არ შემოიფარგლება და ამ პროცესმა სასიკეთო ცვლილება უნდა მოახდინოს მათ ოჯახებზეც, აქედან გამომდინარე, ჩვენი მიზანია მოზარდებთან ერთად ალბათ უფროსებმაც გააცნობიერონ, რომ მონაწილეობა არის წესი და მონაწილეობა არ არის თქვა რაღაცა გამონაკლისი შემთხვევები. ორგანიზაციის საგანმანათლებლო კონცეფცია, ანუ ლიდერთა სკოლა, როგორც ასეთი, რომელიც შეიქმნა, როგორც გითხარით, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში, სამ ძალიან მნიშვნელოვან სტრატეგიას და პრინციპს ეფუძნება. ეს არის ინფორმაციის მიწოდება, ინფორმაციის გავრცელება და პრობლემების ადვოკატირებაში მონაწილეობა. ლიდერთა სკოლას წლების განმავლობაში აქვს ძალიან საინტერესო აქტივობების რაღაც ესეთი ჩარჩო, რომელსაც ყველა აქ მოსული მოზარდი მონაწილეობს ამ პროცესის წარმართვაში და ესეც არის ალბათ ერთ-ერთი საინტერესო რამ, რაც იზიდავთ ბავშვებს და მე მადლობას ვუხდი ყველა იმ ბავშვს, რომელმაც გამოხატა რაღაცა ნდობა ჩვენი ორგანიზაციის მიმართ და ეს ნდობა აგერ 28 წელზე მეტია უკვე მომდინარეობს და ჩვენ საგანმანათლებლო კონცეფციას არ დაუკარგია აქტუალობა დღემდე. რადგან არ არის ფრაგმენტული და ეფუძნება სისტემურ მიდგომას. ერთია, რომ ჩვენ ვაწვდით ინფორმაციას კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით და გვაქვს ყოველკვირეული შეხვედრები სხვა ასაკობრივ ჯგუფებთან. მეორეა, რომ თვითონ ეს ბავშვები ხდებიან თანატოლგანმანათლებლები და იმ აქტივობების საშუალებით, რომელიც ორგანიზაციას აქვს და ეს აქტივობებია მაგალითად საჯარო დისკუსიები, დაგეგმვა, მოწყობა, ჩატარება. ეს არის ჩვენ უკვე 97 წლიდან საკუთარი გაზეთი აქვთ 8+1, აქვთ საკუთარი სატელევიზიო დისკუსიების რუბრიკა, ორი ფორმატით, ეს არის სტერეოტიპები და პროგრესი და ვითხოვ სიტყვა, სადაც თვითონ არიან წამყვანები, თვითონ გეგმავენ ამ გადაცემას, თვითონ გეგმავენ საკითხზე პასუხისმგებელი პირების ვიზიტს ამ გადაცემაში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალური ხაზია დოკუმენტური ფილმების და სოციალური რგოლების მომზადება, კარპოპერის დებატი, რომელიც 2000 წლიდან არის ჩვენი ერთ-ერთი განსაყვარელი და მნიშვნელოვანი პროგრამა და დიდწილად ეხმარება ბავშვებს იმაში, რომ კრიტიკულად შეხედონ იმ გამოწვევას, რომელიც მათ წინაშე არის, ლოგიკური კავშირები იპოვონ რაღაცა პრობლემებს შორის და ისწავლონ, როგორ შეიძლება წინააღმდეგობრივი საკითხები რაღაცა ცივილიზებული გზით გადაჭრა. ისწავლონ მოსმენა, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და ისწავლონ არგუმენტირებული პასუხები გასცენ მათ წინაშე, ვთქვათ, დასმულ კითხვებს.
და ძალიან მნიშვნელოვანი, რასაც კრიტიკული აზროვნება ალბათ ავითარებს, ეს არის კითხვების დასმა, რომელიც არის დღეს ჩვენი, არა მარტო ახალგაზრდების და ბავშვების, არამედ ჩვენი თაობის გამოწვევაც, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან გვიჭირს კითხვები დავსვათ, ძალიან გვიჭირს შევაფასოთ, ძალიან გვიჭირს რაღაც ანალიზი გავუკეთოთ ამ საკითხებს და ლიდერთა სკოლა არის პლატფორმა, რომელიც აი ყველა ამ შესაძლებლობებს მაქსიმალურად აძლევს ბავშვებს და მე ძალიან მიხარია, რომ ჩვენი კონცეფცია იმ მოქალაქეობრივი კომპეტენციების განვითარებას ემსახურება, იმ უნარების განვითარებას ემსახურება, რომელიც მათ ძალიან ეხმარება მერე მოქმედებაში. ძალიან ეხმარება იმაში, რომ თქვათ რაღაცა ადამიანის უფლებების და თავისუფლებების აღიარება და დაცვა იცოდნენ. მოგწონანა ასეთი ამოწურავი პასუხისთვის. თქვენ დასაწყისში ახსენეთ, რომ 90-იანი წლებიდან არის თქვენი პროექტი სკოლა და ამ დროის განმავლობაში დაგჭირდა დობის მოპოვება, ხო? ალბათ ეს იყო ძალიან ინოვაციური პროექტი და ცოტათი უნდობლობაც საზოგადოების მხრიდან განსაკუთრებით დღესაც კი იგრძნობა არაფორმალური განათლების პროექტების მიმართ ცოტათი უნდობლობა და ალბათ მაშინ განსაკუთრებით იყო ეს და აი ამას კიდევ რო ჩავუღმავდეთ გამოწვევებთან დაკავშირებით და როგორ მოიპოვეთ თანდათანობით ნდობა? ხო, ჩვენი თავიდან ვიტყვი იმას, რომ ლიდერთა სკოლა ოზურგეთში დაფუძნდა და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირისთვის ერთ-ერთი პირველი პროგრამა იყო. ორგანიზაცია თვითონ 1996 წელს დაფუძნდა და მას მერე აქტიურად მოღვაწეობს და ერთ-ერთი პირველი პროგრამა სწორედ იყო ამ ახალგაზრდების განვითარების მიმართულებით, მათი სამოქალაქო განათლების მიმართულებით, რასაც შემდეგ დაეფუძნა ორი ძალიან საინტერესო მიმართულება ჩვენს ორგანიზაციაში, ეს გახლავთ საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობა და მესამე სოციალური მიმართულება, რომლის ფარგლებშიც არაერთი სოციალური თქვათ რაღაცა პროგრამა ხორციელდება ორგანიზაციაში და ორგანიზაცია არის საკუთარი სტანდარტით შექმნილი ხანდაზმულთა სახლის ასევე ადმინისტრირებაში აქვს ხანდაზმულთა სახლი, რომელიც ანასაულში მდებარეობს. ეს ყველაფერი რატომ მოვყევი? იმიტომ რომ ანუ როდესაც დაწერანაც აღნიშნე, რომ სამოქალაქო განათლება მხოლოდ მოზარდების განათლებას არ გულისხმობს, ხო? მოზარდების ოჯახების განათლებასაც და რაღაცა გარკვეულ ზეგავლენასაც უწყობს ხელს. ხშირად როდესაც მოსწავლეები ალბათ არ ვიქნები გადაჭარბებული თუ ვიტყვი, რომ იმ წლებშიც და გარკვეულწილად დღესაც ბევრად უსწრებენ, თქვათ რაღაც დემოკრატიული ღირებულებების მიმართ ცოდნას გულისხმობ, ბევრად უსწრებენ უფროსებს, ხო, მასწავლებლებსაც და მშობლებსაც. გარკვეულწილად ეს გამოწვევა ყოველთვის იგრძნობოდა და მაშინაც როცა ბავშვები ძალიან ხმამაღლა საუბრობდნენ იმ გამოწვევებზე, რაც სკოლაში მათ ხვდებოდათ, იმ პრობლემებზე, რომელიც თქვათ ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით, ძალადობის თუ სხვა თემების მიმართულებით მათ ირგვლივ ხვდებოდნენ, ამაზე ჩვენ ვასწავლეთ ნამდვილად და დღესაც ვასწავლით, რომ როცა ამჩნევ პრობლემას, ამაზე უნდა ილაპარაკო და მერე ამ ლაპარაკის მერე აუცილებელია რომ მოქმედებაზეც გადახვიდე. ეს ბუნებრივია გარკვეულ გაღიზიანებას იწვევდა. მაშინაც და შესაძლოა დღეს უფრო შერბილებულია, მაგრამ დღესაც გარკვეულწილად თქვათ პედაგოგიურ საზოგადოებაში, რომელთაც მიაჩნიათ ჯერ კიდევ რომ მოზარდმა და მისი ფუნქცია და დანიშნულება სკოლაში მხოლოდ გაკვეთილზე თქვათ რაღაცა დასწრების და მოქცევის და გაკვეთილების სწავლით შემოიფარგლება. ბავშვებისთვის არ არის თქვათ საჭირო რომ რაღაცა პრობლემებზე ხმამაღლა საუბრობდნენ, თუ რაღაც უფროსები ისედაც ვაგვარებთ. ჩვენ ძალიან კარგად დავინახეთ, ხო, ბოლო წლებში განსაკუთრებით, რომ მონაწილეობის გარეშე არაფერი არ გამოდის და მეცაც გეტყვით ჩვენმა სახელმწიფომ ბავშვთა უფლებების კონვენციის აღიარებით და მისი რატიფიცირებით კიდევ ერთხელ ხმამაღლა თქვა, რომ მონაწილეობა, როგორც ბავშვის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება, ჩვენს ქვეყანაში მნიშვნელოვნად დაცულია და ბავშვები მნიშვნელოვანია, რომ მონაწილეობდნენ მათი ინტერესის შესაბამისად, უბრალოდ მათი საჭიროებების გადაჭრისთვის ყოველ პროცესში. მათ შორის მათ უნდა მიიღონ მონაწილეობა, როგორ მიდიოდეს თქვათ პროცესები სკოლაში. მათ უნდა მიიღონ მონაწილეობა, როგორ გარემოში უნდათ ცხოვრება, სწავლა. ამაში რა ვიცი, პრობლემას მე პირადად ვერ ხედავ და ბევრი ჩემი კოლეგა ამაში პრობლემას ვერ ხედავს, იმიტომ რომ ესეც არის პრინციპში, ისიც საკანონმდებლო რეგულაციები ამას ისედაც არეგულირებს. აი მაგალითად სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობების არსებობა სწორედ ამის ერთ-ერთი ის არის
დამტკიცება, რომ მოსწავლეები უნდა მონაწილეობდნენ იმ გადაწყვეტილების მიღებაში, რაც მათ ეხებათ. ამიტომაც კანონი ზოგადი განათლების შესახებ ამას არეგულირებს და ამბობს, რომ მოსწავლეთა თვითმმართველობა, როგორც უწყება, მონაწილეობდეს სასკოლო პროცესების დაგეგმვაში. და ეს არ იყოს ფორმალური. სამწუხაროდ, ასე იყო 2007 წლიდან არის ეს მოსწავლეთა თვითმმართველობა, როგორც უწყება, ასე ვთქვათ, სკოლის ერთ-ერთი მართვის რგოლი შემოსული. მე როგორც ვიცი, ალბათ ძალიან გამონაკლისს შემთხვევებშია ეს რეალური და ქმედითი, როგორც წესი ძალიან ფორმალურია. რატოა ფორმალური? ხშირად თქვა სკოლების ადმინისტრაცია და პედაგოგები ამბობენ, რომ ბავშვები არიან ინდიფერენტული, მაგრამ ამაზე მე მგონი სხვა პასუხიც არსებობს და ეს პასუხია ის, რომ ბავშვებს არასოდეს არავინ არ ვასწავლეთ რეალური მონაწილეობა რას ნიშნავს და მე ვიღებთ იმას, რასაც ვიღებთ. იმიტომ რომ სკოლებში არსებობს და კანონი ამას არეგულირებს და ძალიან დემოკრატიულია, ხო, რომ სკოლის შინაგანი წესი არსებობდეს. მაგრამ რეალურად არც ერთი ბავშვისთვის ალბათ გამონაკლისის შემთხვევები არსებობს და ეხლა მაპატიოს მსმენელმა თუ თქვათ რაღაცა ამ გამონაკლისზე მეტ ყურადღებას არ ვამახვილებ, მაგრამ პრობლემებზე ვლაპარაკობ და აქედან გამომდინარე მეც ამას მივაქცევ ხო ყურადღებას. სკოლის შინაგანი წესი, რომელიც არეგულირებს მოსწავლეთა ქცევის წესებს, როგორც წესი, უმრავლეს შემთხვევაში ბავშვებმა არ იციან რა წერია ამ სკოლის შინაგანი წესში, ან სავარაუდოდ წარმოიდგენენ რა შეიძლება ეწეროს სკოლის შინაგანი წესში. ესეც არის მონაწილეობის უფლების რაღაცნაირად შეზღუდვა ბავშვისთვის. გან სპეციალურად შესაძლოა სპეციალურადაც არ ხდება, მაგრამ მასწავლებლები ამაში ვთქვათ, ამაზე ყურადღების მიქცევას რაღაცა დროის ხარჯვად აღიქვამენ. ქონდა ერთი кейსი იყო, რომ ჩვენ აქტიურად მუშაობდით უფრო გასულ წლებში მოსწავლეთა თვითმმართველობებზე და ბავშვებს ვთხოვდით, რომ ეს არჩევნო პროგრამები მოამზადეთ და ესე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წარადგინოს არჩევნო პროგრამა, იმიტომ რომ მე ამ არჩევნო პროგრამაში გაკეთებულ აქცენტებს უნდა გაამახვილოს ყურადღება შენმა კლასელებმა, ვინც ხმა უნდა მოგცეს და ძალიან ვამზადებდით ბავშვებს ამ მიმართულებით და სკოლაში მოგელდეთ ერთ-ერთ სკოლაში სკოლის დაბრიგებელმა უთხრა, რომ ვინ არ გიცნობს ახლა შენ კლასში, რამე ტიჩრობა ახლა რა დროს საარჩევნო პროგრამის წარდგენაა. ანუ ჩვენ ვქმნიდით რაღაც мотиваციას, ჩვენ ვქმნიდით ამას მთელ ვცდილობდით ყოველ შემთხვევაში ძალიან და ძალიან ნორმალური სტანდარტი იყო სკოლაში მასწავლებელმა, რომელიც სადაც უფრო მეტ დროს ატარებდა, ეუბნებოდა, რომ ეს ახლა არის ძალიან ზედმეტი. მე ვიღებთ იმას, როგორც საზოგადოებასაც ვიღებთ და ჩვენ უფროსებმაც არ ვიცით, ხო? რაზე უნდა გავამახვილოთ ყოველთვის არჩევნების დროს და ჯერ კიდე ძალიან სტერეოტიპულად მოქმედებთ რაღაც თემებთან დაკავშირებით. ამიტომაც, ანუ აი ჩვენი სკოლის არსებობას მე ძალიან ბევრი წელია უკვე ამ პროგრამაში მონაწილეობ და ორგანიზაციის თანამშრომელი ვარ და ძალიან მიხარია, რომ მეძლევა შესაძლებლობა, რომ ამ პროცესის მონაწილე ვიყო მონაწილე პროცესის, რომ ბავშვების შეიძლება არ აბსოლუტურ უმრავლესობას, იმიტომ რომ ყოველთვის არ არის მისაღები, თქვა ლიდერთა სკოლა ყოველთვის მოსაწონი ვერ იქნება. მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ არსებობენ ბავშვები, რომლითაც არის ნამდვილად სივრცე, სადაც თავისუფლად გამოხატავენ ასს და სადაც ჩვენ აი ამ მიმართულებით აზროვნებაში ვამახვილებინებთ ყურადღებას. და მე წერან დავიწყე და აღარ დავასრულე, ლიდერთა სკოლა ოზურგეთში დაიწყო და ფუნქციონირებს 97 წლიდან. ჩვენ მე-6 წელია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მუშაობთ და ასევე 7-8 წელია თბილისშიც ლიდერთა სკოლა ფუნქციონირებს. 3 ლოკაციაზე, ოზურგეთში, ჩოხატაურში და თბილისში ჩვენ რეალურად ვქმნით სივრცეს, სადაც ბავშვები იმ გამოწვევებზე საუბრობენ, იმ პრობლემებზე საუბრობენ და ერთად ვზივართ და ვეძებთ მე ამ გამოსავლის გზებს. ვასწავლეთ რაღაცა სწორ ფორმას, როგორ შეიძლება იყოს დანახული, აღქმული და თანამედროვე გამოწვევების შესაბამისად შეთავაზებული მათთვის ის თემატიკები, რომელიც მიგვაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ ბავშვებთან გქონდეს კომუნიკაცია იმ თემატიკის დაგეგმვის დროს, რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, იმიტომ რომ ჩვენი სწავლების პრინციპი ეფუძნება შემდეგ საკითხს, რომ
ერთ კონკრეტულ თემაზე მიმდინარეობს ყველა ის აქტივობა, რომელიც ჩამოთვალეს. სასწავლო სესიებიც მიმდინარეობს ერთი კონკრეტული თემატიკის ირგვლივ, გარკვეული დროის ჩარჩოში და ყველა ის აქტივობა, დებატი, დისკუსია, შეხვედრა, ადვოკატირების პროცესი, რომელიც მიმდინარეობს, სწორედ ამ საკითხებს ეფუძნება. ხო, ჩვენ ძალიან აქტიურად ვიმუშავეთ გენდერული თანასწორობის მიმართულებით, მრავალფეროვნების მიმართულებით, ჩვენ ძალიან საინტერესო და ესეთი მრავალწლიანი ქონდა ეტაპიანი მუშაობა სამეწარმეო უნარების განვითარებაზე, კარიერულ დაგეგმვაზე და პროფესიულ ორიენტაციაზე და დღეს მოცემულ ეტაპზეც მუშაობთ ერთ საინტერესო თემაზე, ეს გახლავთ კლიმატის ცვლილება და მდგრადი გადაწყვეტილებები და შესაბამისად ვცდილობთ, რომ ბავშვებმა მიიღონ იმ დოზის ცოდნა, რასაც მე უნდა დაეფუძნოს უკვე რაღაცა მეცნიერული ცოდნა თუ როგორი ტიპის ცოდნაც მათ როგორი ტიპის ცოდნის მიღებასაც ისინი გადაწყვეტენ, ხო? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ მიმართულებით ასევე ძალიან საინტერესოა ისიც, რომ კონკრეტულ თემაზე და მაგალითად ეხლა კლიმატის ცვლილებაზე გავამახვილებ ყურადღებას და გარემოს დაცვაზე, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ მოზარდებმა რაღაცა ფუნდამენტური პრინციპების დონეზე გქონდეთ ინფორმაცია კრიტიკული ანალიზის შეძლონ კონკრეტულ თემაზე, თქვათ როგორ უნდა შერბილდეს და ადაპტაციის მარტივი სტრატეგია როგორ უნდა შემუშავდეს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით და როდესაც გამოწვევებზე საუბრობენ, თვითონ ძალიან კარგად ხედავენ მათ წინაშე არსებულ გამოწვევებს. ეხლა მოცემულ ეტაპზე ნარჩენების სეპარირება ალბათ რაღაცა ჩვენი აღმოჩენა არ არის, თუმცა თავად შემიძლია თქვა, რომ ალბათ პირველები ვართ, რომლებმაც დავიწყეთ მუშაობა აი ამ ნარჩენების შეგროვების კამპანიაზე. ეხლა სწორედ ამ მოცემულობაში ვართ, როდესაც სკოლებში და გვყავს პარტნიორი სკოლები, მათ შორის ჩოხატაურში რამდენიმე პარტნიორი სკოლა, სადაც ვცდილობთ, რომ იდეთა სკოლის კონცეფციის მსგავსი პროცესი შევიტანოთ და იდეების და მეწარმეობის ლაბორატორიის სახით მუშაობთ ჩვეამაღლების, ამაღლების და გუთურის საჯარო სკოლებში, სადაც რაღაცა ეს პროცესები მიმდინარეობს და მათ შორის ლიდერთა სკოლის მოსწავლეებთან ერთად იდეების და მეწარმეობის ლაბორატორიის ბავშვებიც ჩართულები არიან აი ამ ადვოკატირების პროცესში, რომელიც როგორც გითხარით, ნარჩენების სეპარირების მიმართულებით არის. მიუხედავად იმისა, რომ თქვა სკოლებშიც არის, რა თქმა უნდა და ძალიან აქტიურად მუშაობენ თქვა მაკულატურის შეგროვებაზე, ამას მაინც ძალიან ფრაგმენტული სახე აქვს. ჩვენ გვინდა, რომ ეს ყველაფერი ერთი სისტემის ნაწილი გახდეს და მაკულატურასთან ერთად ბავშვები ფლობდნენ ინფორმაციას, რომ ყოველდღიურად სახლში როცა მოვიხმართ ან სხვა ორგანიზაციაში თქვა ელექტრომოწყობილობებს, რომლებსაც სჭირდებათ რაღაცა დამუხტვის საშუალებები, მე სადყვრით ამ გამოყენებულ ბატარეებს, ხო? ამის შეგროვების კამპანიაც დავიწყეთ და გვაქვს ძალიან საინტერესო კომპანიებთან კომუნიკაცია, ეს გახლავთ ტენე და ვეისტლესი, რომლებიც გვეხმარებიან იმაში, რომ რაღაცა სპეციალიზირებული ყუთები ქონდეს ამასთან დაკავშირებით და მერე აი ნარჩენების გატანაც ერთგვარ პრობლემას წარმოადგენს და ვეისტლესი ერთ-ერთი კომპანია საქართველოში, რომელსაც აქვს ლიცენზია აი ელექტროსაშიში ნარჩენების გატანაზე და მათთან კომუნიკაციის შედეგად თქვა ეს პროცესიც რაღაცა დაწყებულია. და საინტერესო ამაში არის ის, რომ არა მხოლოდ თეორიულ ინფორმაციას იღებენ ბავშვები, არამედ პრაქტიკულად აი ყველა იმ პროცესში ხარ, რასაც მე ვილაპარაკე, ჩართულები არიან და ალბათ გიორგიც იტყვის ხო ერთ-ორ სიტყვას, იმიტომ რომ მე ძალიან ბევრი გამომივიდა. ასრულებად გადავალ გიორგისთან. მანამდე მინდა აღნიშნო, რომ მეც გიორგი დღეს გავიცანი და მანამდე ვისაც იცნობდი ლიდერთა სკოლის ბავშვებს, თითოეული მათგანი და ჩვენ გადაცემაში წავდა რამდენიმე. აღნიშნოს, რომ ლიდერთა სკოლა იყო რაღაც საწყისი წერტილი, საიდანაც მან დაიწყეს განვითარება და არაფორმალური განათლების პროექტებში აქტიური ჩართვა და ძალიან მიხარია მე, რომ ასეთი პროექტი არის ჩოხატაურში და გადაწყვეტეთ, რომ ჩვენთანაც ყოფილიყო. გიორგისთან გადმოვალ, ახლა უკვე გიორგი პირველ რიგში მოგვიყევით თქვენ რამდენი წელია, რაც ლიდერთა სკოლის მოსწავლე ხართ, რატომ გადაწყვეტეთ, რომ ყოფილიყავით ლიდერთა სკოლის მოსწავლე და მე უკვე გადავიდეთ იმაზე, თუ თქვენ როგორ ხართ ჩართული თუნდაც თანასწორ განმანათლებლობაში და ასევე ნონამ ძალიან ბევრჯერ ახსენა, რომ სამოქალაქო განათლება ეს არ არის მხოლოდ ახალგაზრდებისთვის და თქვენ გავლენას ახდენთ თქვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებზეც, თქვენს ოჯახზე, თქვენს შეძლებულ მეზობლებზე, თქვენს თემზე, ასე ვთქვათ და ამასაც რომ მოგვიყვეთ. ხო, ლიდერთა სკოლაში 3 წელზე მეტია უკვე ვარ. ზოგადად არაფორმალური განათლება ზუსტად ამ პერიოდში შემოვიდა ჩემს სასწავლო ცხოვრებაში და
გარდა აკადემიური განათლებისა, საინტერესო ფორმატად მიმაჩნდა არაფორმალური განათლება, იმიტომ რომ რაღაც ახალი იყო, სიახლე იყო და განსხვავდებოდა იმისგან, რასაც სკოლაში გვაძლევენ. და მსგავსი შესაძლებლობები იშვიათია ხოლმე და ის გამოცდილებები, რასაც ლიდერ სკოლაში ვიღებთ, ნამდვილად გამოსადეგია, რადგან მსოფლიო თუ გვინდა რომ გავზარდოთ პასუხისმგებლიანი მოქალაქეები და ლიდერები, ისინი არ გაიზრდებიან გაკვეთილზე, დაუშვათ წელს გამართული ჯდომით 45 წუთი ჯუმად ან დავალებების ზედმიწევნით შესრულებით. ისინი გაიზრდებიან მხოლოდ თავისუფალ სივრცეში, სადაც მათ შეუძლიათ თავიანთი ინიციატივების განხორციელება, თავიანთი იდეების სხვებისთვის გაზიარება და პრობლემების აღმოჩენა მათ ირგვლივ და ამ პრობლემებზე, როგორც მახსენა, ადვოკატირება და შემდეგ შესაბამისი ქმედებების გატარება და ჩემი აზრით, რაც ლიდერთა სკოლა მომცა, ყველაზე მნიშვნელოვანი ერთ-ერთი იყო გამბედაობა და თავდაჯერებულობა, იმიტომ რომ საქმის 50% თითქმის არის პირველი ნაბიჯის გადადგმა და კომფორტ ზონიდან გამოსვლა. აი, მახსოვს პირველ შეხვედრაზე ლიდერთა სკოლაში თამო ატარებდა და ძალიან მორცხვად მივედი და პირველივე დღესვე იყო მოცემულობა, რომ კომფორტ ზონიდან გამოსვლა მიწევდა, რადგან უნდა დაგვეწერა საკუთარ თავზე რაღაც 1-2 სიტყვით და წაგვიკითხა ეს ბავშვების წინაშე და ჯერ დაწერაზე ხომ ვინერვიულე და მე რო გავიგე რომ საკითხი მქონდა საერთოდ და იმ დღეს მოახერხე რომ გადამებიჯებინა ამ თავშეკავებისგან და თამო მითხრა რომ ამ რაღაცა თავშეკავებულობას და მორიდებულობას ვეცდებით რომ აქ ლიდერ სკოლაში შევცვალოთ უფრო მეტი თავდაჯერებულობით და გამბედაობით და 3 წლის თავზე მგონი ნამდვილად შემიძლია ვთქვა რომ ეს თავდაჯერებულობა მაქვს და ეს მოდის რა თქმა უნდა იმ გამოცდილებებიდან, რასაც იღებ, რადგან როცა საკუთარ თავს ენდობი, როცა გამოცდილება გიმაგრებს სურს, უფრო მარტივია მერე ახალ შესაძლებლობებზე კის თქმა. კი, ნამდვილად. ის სავარჯიშო რომ ახსენეთ, ჩემი პირადი გამოცდილებაც გამახსენე და ყოველთვის ნერვულობ ხოლმე მეც მსგავს სავარჯიშოებზე და კიდევ არის ხოლმე რომ უნდა დახატო რაღაცა და ისე არა კომფორტულად გრძნობ თავს, რა კარგია რომ თქვენ უკვე ამასაკიდანვე შეეჩვიეთ თქვენი კომფორტის ზონიდან გამოსვლას. მე ახლა ვსწავლობ ნელ-ნელა. თქვენი აზრით რა უნარები უნდა გქონდეს კარგ ლიდერს, ხო, რაღაც ლიდერთა სკოლა? როგორ ფიქრობთ თქვენ? ხო, ჩემი აზრით ლიდერთან დაკავშირებით ზოგადად არასწორი წარმოდგენა ექმნება ხოლმე ბევრ ადამიანს და განსაკუთრებით კიდევ სკოლებში როცა ჯგუფური აქტივობის დროს, აი ლიდერს ირჩევენ ხოლმე, ყოველს ასოციაცია უჩნდება, რომ ლიდერი არის ერთ-ერთი ადამიანი, რომელსაც ძალაუფლება აქვს და ის იღებს გადაწყვეტილებებს, რაც შეიძლება დღევანდელ საზოგადოებაზე რაღაცაზე კიდევ მეტყოლებდეს. თუმცა რეალურად ლიდერი არის ადამიანი, რომელსაც გააჩნია ემპათიის გზნობა, რადგან ის უნდა იყოს გარკვეული პროცესის წინამძღოლი, ხო? და არ იყოს მარტო ადამიანი, რომელიც ინსტრუქციებს გაასცემს და ასე შემდეგ. ანუ მას უნდა ესმოდეს თავისი გუნდის, თავისი მისწრაფებების, უნდა იყოს დისციპლინირებული, რადგან თუ ცვლილებები იწყება საკუთარი თავიდან, თუ საკუთარი თავის ქცევების მარტო შეგიძლია და ინიციატივების აღება შეგიძლია, მაშინ უკვე სხვა ადამიანებზეც ამ უნარების დადებითად გამოყენებაც შესაძლებელია და ალბათ ეს არის ეს უნარები, რაც აუცილებლად უნდა გქონდეს ლიდერს. დიახ, გეთანხმებით სრულებით. ძალიან სასიამოვნოა, როცა ისმენ და ყოველთვის ერთგვარად გაძლიერებს. ალბათ ხშირად გვისვამენ ხოლმე კითხვას, რომ ამდენი წელია არსებობს რაღაცა და თითქოს რაღაცა შერბილდა ეს რაღაცა ფორმალურ საგანმანათლებლო პროცესში დამოკიდებულებები, ვთქვათ, ბავშვთა უფლებების მიმართ, რაღაცა ღირებულებების მიმართ, სკოლაც ფაქტობრივად იგივე ფუნქციას აასრულებს. თუმცა ჩვენ მაინც გქონია, რომ ჯერ კიდე გზა გრძელია იქამდე, რომ სრულყოფილად, ვთქვათ, რაღაცა სკოლა მაიღოს ეს პასუხისმგებლობა. განა იმიტომ, რომ ვთქვათ, რაღაცა ვერ მოახერხებს, ვერ შეძლებს. არ აქვს, ვთქვათ, შესაბამისი რესურსები, დრო, ხშირ შემთხვევაში ალბათ შესაძლო ფინანსური რესურსიც არის ხოლმე საჭირო, იმიტომ რომ ამათ ჩვენ ძალიან ბევრს მუშაობთ იმისთვის, რომ სხვადასხვა პროგრამები მოვიძიოთ მათი განვითარებისთვის და მათი ჩართულობისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ამათ სჭირდებათ მუდმივად ბავშვებს გულისხმობ, ხა გიორგის მიუმართავდა ბავშვებს, ძალიან სჭირდებათ მუდმივად, ვთქვათ, რაღაც ახალი ინიციატივები, მათი, იმიტომ რომ ძალიან ადვილად კი არა, სწრაფად
ვითარდებიან და ბევრად მეტი ინფორმაცია აქვს, ვიდრე თქვათ შეიძლება ჩვენ. ხო, აქედან გამომდინარე, ეს ლიდერთა სკოლაში კიდე ალბათ რაც მოსწონთ ამათ არის ის, რომ ჩვენ არასოდეს არ ვეუბნებით ის ადამიანები, ვინც თქვათ მეორე მხარეს დგევართ და რაღაცა კონსულტანტებად ვითვლებით ლიდერთა სკოლის, არ გვიჭირს ხოლმე იმის აღიარება, რომ რაღაცა შეიძლება არ ვიცოდეთ და მათ ბევრად მეტი გამოცდილება ქონდეთ ჩვენზე, ხო? ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან სასიამოვნო თორითი დავიწყე, როცა ისმენ ამას, რაც ახლა გიორგი თქვა და დიდი მადლობა მინდა მას უთხრა ამისთვის და გიორგის გარდა ბევრი ძალიან საინტერესო ბავშვი გავიცანით ჩვენ ჩოხატაურში და ძალიან მნიშვნელოვანია მათი დამოკიდებულება. როცა ხედავ, რომ ძალიან გელოდებიან, როდესაც აი ამ შეხვედრის დღე გვაქვს და ყოველ ხუთშაბათს ჩვენ ვიკრიბებით ჩოხატაურში, ეს გაძლევს ძალიან დიდ მოტივაციას შენს, რომ მუდმივად საინტერესო პროგრამები მოიძიო, მათ მისცე შესაძლებლობა, რომ საზაფხულო ბანაკების მონაწილეები იყვნენ, დაუგეგმო რაღაცა საინტერესო ტურები და ჩვენ ამაზე ძალიან ბევრს მუშაობთ და ეხლაც ძალიან საინტერესო პროექტისთვის ვემზადებით, იდეათონისთვის ვემზადებით, ეხლა 11 დეკემბერს ოზურგეთში გვაქვს იდეათონი, რომელიც ჩვენი ორგანიზაციის ინიციატივით კეთდება და მხარდამჭერი ევროკავშირი არის ამ პროცესების და პარტნიორი ორგანიზაცია გახლავთ სენი 24 გუნდი 22 სკოლის, ოზურგეთის ლანჩხუთის და ჩოხატაურის 22 სკოლის 24 გუნდია დარეგისტრირებული და ვემზადებით გარემოსდაცვითი დემოკრატიული ღირებულებების შესახებ საინტერესო ინიციატივებს და ეს პრეზენტაცია გვექნება 11 დეკემბერს ოზურგეთში და ძალიან ველოდებით რეალური პროექტები უნდა დაფინანსდეს 1000 ევროს ბიუჯეტი აქვს თითოეულ პროექტს, ვიცით რომ 9 პროექტი უნდა დაფინანსდეს მხოლოდ და მხოლოდ სამწუხაროდ, თუმცა ეხლა რაღაცა ველოდებით სხვა სპონსორებიდან პასუხებს იმასთან დაკავშირებით, რომ რამდენად შეიძლება რომ კიდევ ყავდეს სხვა დონორი ამათი ინიციატივების დასაფინანსებლად. ვემზადებით ასევე ძალიან საინტერესო თემატური სკოლისთვის დეკემბრის ბოლოს და რაღაც ბევრი გეგმები და მიზნები გვაქვს. და ძალიან მინდა რომ გამოვიყენებ ამ შესაძლებლობას ახლა და ძალიან მინდა რომ კიდე ერთხელ ვთქვათ რაღაცა ის ძალიან იმ კითხვებს გავცე პასუხი, რასაც ძალიან ხშირად გვეკითხებიან, რომ აი მაგალითად რა არის ლიდერთა სკოლა? ორი სიტყვით რო გვეთხათ რა ლიდერთა სკოლა და როცა იწყებ ამის ახსნას ახლა. ხო ამაზე დაუსრულებით შეიძლება ილაპარაკო, მაგრამ ძალიან მოკლედ ჩემი აზრით ეს არის საგანმანათლებლო პლატფორმა სწავლის შეკრების და განვითარების სივრცე. მეორე კითხვა, რომელსაც ვისთვის არის ლიდერთა სკოლა, სულ ვამბობთ, რომ ეს არის თანამედროვე საგანმანათლებლო შესაძლებლობებზე შეზღუდული წვდომის მქონე ცნობის მოყარე მოზარდებისთვის. რისთვის არსებობს ლიდერთა სკოლა? არსებობს იმისთვის, რომ მოზარდების დემოკრატიული ღირებულებების მქონე აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი და კიდე ერთი კითხვა, რომელსაც ხშირად გქონდებით, რომ რა გამოარჩევს ლიდერთა სკოლას, იმიტომ რომ მადლობა ღმერთს, რომ არსებობენ ორგანიზაციები, რომლებიც ასევე არაფორმალური განათლებით არიან დაკავებული და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რაც უფრო ბევრი იქნება. მაგრამ ჩემი აზრით, ჩვენ გამოგვარჩევს ის, რომ ლიდერთა სკოლა გაძლევს საშუალებას გახდე რეალური ცვლილების ინიციატორი და განმახორციელებელი. და ყველაფერი ამ ბავშვებთან, მოზარდებთან გაზიარებით ხდება. ეს არ არის ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელსაც მერე გიორგი და თავისი მეგობრები პირობითად განახორციელებენ. ჩვენ ყოველთვის ვეკითხებით გიორგიმ ამის შესახებ ძალიან კარგად იცით, რომ აი თქვენ რა შეხედავთ პრობლემას, ჩვენ რა გავაკეთოთ ერთად, ჩვენ რაში დაგეხმაროთ, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ესენი უკვე მოდიან გარკვეული ცოდნით. მაგრამ არ აქვთ პლატფორმა, სადაც ამ ცოდნის გამოვლენის შესაძლებლობა ექნება. ერთის მხრივ იმ ბავშვებისთვის, რომელსაც უკვე აქვს ცოდნა, ეს ნამდვილად არის შესაძლებლობა, რომ გამოავლინოს თავისი ცოდნა. მეორე მხრივ ბავშვებისთვის, რომლებიც ეხლა ეგუებიან და ეხლა შედიან ამ პროცესებში, ცოდნის მიღების ძალიან რეალური შესაძლებლობა, რომელსაც მერე დააფუძნებს თქვათ თავის ინტერესებს ბუნებრივი. დიახ, მადლობა ნანა და მეც აღნიშნავს ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ
ისეთი გარემო არსებობს ლიდერთა სკოლის სახით, სადაც მისი მონაწილეები და მოსწავლეებიც არიან ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც არის თუნდაც ტრენერი და სადაც დამოკიდებულება არის ის, რომ მე ვსწავლობ შენგან და არა მხოლოდ შენ სწავლობ რა თქმა შენგან. უნდა, ეს არის ალბათ უპირველესი და ყოველთვის ველუნებით ხოლმე მასწავლებელსაც ვხვდებით, რომ ანუ მასწავლებელი ვერ იქნება ის ადამიანი, რომელსაც ყველაფერი იცის და ნუ გიჭირთ ამის თქმა, თქვა და ძალიან მოგრძალებულად ვამბობ ხა ამაზე, იმიტომ რომ ძალიან ჩემთვის ძალიან პატივსაცემი პროფესიაა. ერთ-ერთი რთული საპასუხისმგებლო და პატივსაცემი პროფესია და დიდწილად არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის მომავალი როგორი იქნება იმ მასწავლებლებზე, რომლებიც დღეს ვყავს სკოლაში და ძალიან მინდა რომ ყოველთვის იცოდნენ რომ ჩვენ ძალიან მხარდამჭერები ვართ სკოლების, მასწავლებლების, ბავშვების ორგანიზაციაზე ვსაუბრობ და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ პედაგოგებსაც ჰქონდეთ აი ეს შეხედულებები, რომ დემოკრატიული ღირებულებები გაყენებულად ვერ ისწავლება. თუ თქვა ჩაინტეგრირებული არ გახდა ყველა იმ საგანში, რასაც ასწავლიათ. მათემატიკის მასწავლებელიც უნდა იყოს ამ ღირებულების გამტარებელი, ხაზვისაც და ქართულისაც და ყველა საგნის მასწავლებელი, ყველა ფუნქცია. ეს არ არის ცალკე აღებული ერთი კონკრეტული მასწავლებლის ფუნქცია, ხო? სკოლა არის ეს ადგილი და როგორც ხშირად ვიმეორებთ ხოლმე ამას დიმიტრი უზნაძე ყველამ ძალიან კარგად ვიცით და მისი ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვებია, რომ სკოლა არის პატარა სახელმწიფო და მოსწავლეები ამ სახელმწიფოს მოქალაქეები არიან. შესაბამისად, თუ ჩვენ ამათ როგორც მოქალაქეებს ისე არ ავზრდით, არ ვიცი, ამაზე არის ძალიან ბევრი რამე დამოკიდებული, იმიტომ რომ ესენი არიან თაობა, რომლებმაც აი ის პატარა წინაპირობები, რომლებიც ახლა აქვთ, ეს მეცადინეობები მე რეალურ ცხოვრებაში უნდა გადაიტანონ, როცა დასრულები იქნებიან და როცა სწორი ღირებულებებზე სწორი წარმოდგენები იქნებათ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრად უფრო სხვანაირ პროცესებს წარმართავენ ჩვენს ქვეყანაში. გითხარ მიცრულებით, გიორგი, თქვენთან იგივე კითხვა მექნება, რასაც გისვენ ხოლმე ლიდერთა სკოლაში, რა შეხედავთ პრობლემას? რა პრობლემები გაქვთ ხოლმე ახალგაზრდებს, როდესაც ცდილობთ, რომ თუნდაც ადვოკატირების კამპანია აწარმოოთ, ან წამოჭრათ ეს საკითხები და ისაუბროთ ლიდერთა სკოლაში? ხო, ალბათ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის აკადემიური განათლებისა და არაფორმალური განათლების რაღაცა განცალკევებული ყოფნა, იმიტომ რომ ევროპული განათლების სისტემა გვიჩვენებს, რომ რეალურად ეს ორი ერთად უნდა იყოს გაერთიანებული სკოლაში განსაკუთრებით. და მე როცა მომიწერა ეს სხვა კლუბებში ჩართულიყავი და ასევე ლიდერთა სკოლის წევრი ყოფილიყავი, პირველ წელს ძალიან გამიჭირდა ამ აკადემიური და არაფორმალური განათლების დაბალანსება. და ეს იმის ბრალიც არის, რომ არ არის არაფორმალური განათლება ინტეგრირებული ფორმალურ სივრცეებში. და არ არის ისეთ სივრცე, სადაც დავუშვათ ჩვენი ინიციატივების ან იდეების გაზიარება შეგვეძლება, ანუ იმ უნარების გამომუშავება, რაც დავუშვათ მომავალში მე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. პრობლემების აღმოჩენა და ის რომ პრობლემები არ მივიღოთ მოცემულობად, იმიტომ რომ ხშირად რასაც ვამჩნევ ეს სინდრომია, რომ რაღაც პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში მის გადაწყვეტაზე შეიძლება აღარ ვფიქრობთ, რაც ხანდახან ლოგიკურია ხოლმე, იმიტომ რომ როცა რაღაც პრობლემას ხედავ, რომ დიდი ხანია უკვე არსებობს და ის არ გადაჭრილა, ჯერ კიდევ შეიძლება იმედის დაგეკარგოს, თუმცა თუ ჩვენ ამ პრობლემის გადასაჭრელად სათანადო ნაბიჯებს არ გადავდგამთ, მაშინ ამ პრობლემის გარჭას არც უნდა მოვალოდეთ. გეთახმებით სრულებით. და თქვენი გამოცდილებაც რო გაგვიზიაროთ, თქვენ როგორ ხართ ჩართული თანასწორ განმანათლებლობაში და ასევე აი ვიკითხე თქვენს ირგვლივ თემის განვითარებაში და თუ კი შეამჩნიეთ რაიმე გავლენა თემზე თქვენი ლიდერთა სკოლაში ჩართვის შემდგომ. ხო, თანატოლ განმანათლებლობა ერთ-ერთი ალბათ საუკეთესო პრაქტიკაა, რომელიც დასავლეთში და ამერიკაში ძალიან წარმატებულად გამოიყენება ხოლმე, რადგან ადამიანებს განსაკუთრებულად აღწევს ჩვენი უნიკალური გამოცდილებები და მნიშვნელოვანია, რომ ეს უნიკალური გამოცდილებები ერთმანეთს გაუზიაროთ და დავეხმაროთ ერთმანეთს განვითარებაში. თანატოლ განმანათლებლობა კი ამის საშუალებას ნამდვილად გვაძლევს და ეს იქნება ან ლიდერთა სკოლაში ან სხვა არაფორმალურ განათლების ცენტრში მიღებული გამოცდილებების გაზიარება, თუ არის რაღაცა წინარე არსებული ცოდნა, რაც გვაქვს და იმის გაზიარება, მაგალითად
სკოლაში რამდენჯერმე მომეცა შესაძლებლობა, რომ გაკვეთილი ჩამეტარებინა მაგალითად და ძალიან საინტერესო პროცესი იყო, იმიტომ რომ საინტერესოა მასწავლებლის როლის მორგება ჩემთვის და მე ამ ნოლნა გამოიწვია ის, რომ სხვებსაც გაუჩნდათ ინიციატივა, რომ ჩაეტარებინათ გაკვეთილი და ახლა თვითმმართველობაში გვაქვს ასეთი ინიციატივა, რომ ვისაც აქვს სურვილი ბავშვებს მასწავლებელთან კონსულტაციით, რა თქმა უნდა, ჩაატარონ გაკვეთილი თავიანთთვის საინტერესო საგანში. და ზოგადად ეს გამოცდილების გაზიარება, ემპათიის უნარის განვითარება და ხანდახან ამ უნარების და გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია ხოლმე. დიდი მადლობა გიორგი. გისურვებთ წარმატებებს და ბოლოს ნონასთან მექნება შეკითხვა. ჩვენს მსმენელს რომ მივაწოდოთ ინფორმაცია, როგორ შეიძლება რომ გახდე მოსწავლე ლიდერთა სკოლის, რამდენწლიანი არის სკოლა და როგორია შერჩევის პროცესი. ლიდერთა სკოლაში მოხვედრა მხოლოდ და მხოლოდ ბავშვის სურვილზეა დამოკიდებული, განსაკუთრებული მოთხოვნები ლიდერთა სკოლაში შემოსვლასთან დაკავშირებით არ არის და არც არაფერი არ მოითხოვება ბავშვს გარდა სურვილისა და ინტერესისა. შეუძლია ყველას გახდეს ლიდერთა სკოლის მოსწავლე მე-7 კლასიდან ზემოთ. რამდენწლიანია თქვენი კითხეთ ლიდერთა სკოლა და აი ჩვენ სულ ვამბობთ ამაზე, რომ ყოფილი ლიდერთა სკოლელები არ არსებობენ, იმიტომ რომ ვინც ამთავრებს ლიდერთა სკოლას და ეს დამთავრება იგულისხმება მე-12 კლასს როცა ამთავრებენ და მიდიან უმაღლესი განათლების გასაგრძელებლად, მოკლედ სრულწლოვნებამდე არის ეს პროცესი, 18 წლამდე, 11-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებს შეუძლია გახდნენ ლიდერთა სკოლის მოსწავლეები, თუმცა შემდეგ როცა მიდიან ეს ბავშვები ყოველთვის რჩებიან ლიდერთა სკოლელებად, იმიტომ რომ თქოთ მერე ჩამოდიან, რაღაცა ტრენინგებს უტარებენ ახალ თაობის ლიდერთა სკოლელებს და ძირითადად მათი აი თქოთ რაღაცა სტატისტიკაც რო გავიხსენო ამ პროცესში და ეს წასული ბავშვები ადამიანის უფლებების სფეროში მუშაობენ უმეტესი მათგანი, თუმცა ასევე სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები არიან, მაგრამ სასიხარულო რაც არის, ყველა მათგანი არის აქტიური მოქალაქე, რომლებსაც კარგად აქვთ გაცნობიერებული საკუთარი წილი პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე, ასევე სოციალური პასუხისმგებლობა იმ ადამიანების წინაშე, ვისაც მათი დახმარება ჭირდებათ. ეს არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა ორგანიზაციისაც და იმ ადამიანებისაც, ვინც ლიდერთა სკოლაში უშუალოდ სასწავლო პროცესს წარმართავს, რომ ბევრი აქტიური მოქალაქე ყავდეს ჩვენს ქვეყანას, რათა ქვეყანამ რაღაცა სწორ გზაზე იაროს. ყველა დაინტერესებული პირისთვის ღიაა ბუნებრივია ლიდერთა სკოლის კარები. ჩვენ ძალიან გვინდა რომ შეიძლება ბევრმა ახალგაზრდა მიიღოს ის შესაძლებლობები, რასაც ორგანიზაციას თავაზობს და ველოდებით ყველა დაინტერესებულ მოზარდს ჩვენთან აქვე ახლოს ჯოხატაურის ცენტრში გოგი ბერძის ქუჩაზე. ძალიან დიდი მადლობა ნანა გიორგი. ასე დაწვრილებით და მომწონებთ რომ გაგვაცანეთ ინფორმაცია ლიდერთა სკოლის მნიშვნელობისა და საქმიანობის შესახებ და მე კიდევ ერთხელ აღნიშნავ რომ ძალიან ბედნიერი ვარ მსგავსი პროექტი რომ ჩოხატაურში არის და ჩოხატაურის ახალგაზრდებს ეძლევათ ასე განვითარების საშუალება. დიდი მადლობა თქვენ პირიქით. მადლობა გიორგის. მადლობა თქვენთვის. მადლობა და მადლობა სულთი ჩვენს მსმენელსაც. შეგახსენებთ რომ ჩვენი პროექტი ხორციელდება DVV International-ისა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით და მისი მიზანია ქალების გაძლიერება და გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების დონის ამაღლება. შევხვდებით შემდეგ გადაცემაში ახალი სტუმრითა და ახალი თემებით. დროებით.